თქვენი ეს რკინიგზა და ხოთე პოლიტიზებულია. რა თქმა უნდა. ხო. არა, განკვირდა ვენდო თუ არა ამ ინფორმაციას, რომ თქვენ ყოფილიყავთ შტაბის უფროსი, საარჩევნო შტაბის რკინიგზაში სააკაშვილის ბატონო დავით, არც მე, არც ჩემი კოლეგები, არც ერთი პარტიის წევრები არა ვართ, მე საუბარი დავიწყე იქედან, რომ ჩვენ ვართ დაქირავებული მენეჯერები, ჩვენი საქმე არის რკინიგზის საოპერაციო მაჩვენებლების გაუმჯობესება. ჩვენ არ შევალთ პოლიტიკურ დებატებში, არ არის ეს ჩვენი საქმე მართლაც. არც ერთი არავითარი შტაბის აღხსნელი არ გახლავთ, არც არაფერი. ახი და მაშინ ეცეთ მითხარით, აი პრემიები არ მოგცესო გორშიო, ბატონ შემციდაო პრემიებიო, მართალია? 13 თვის ხელფასს რაც შეეხება, არასოდეს არ იყო 13 თვის ხელფას ტრადიცია, ესეც უილია, სტარი ინფორმაცია, 99 წლის მერე არასოდეს არ გაცემულა 13 ხელფასი. ეხა 99 და 90-იან წლებში რა ანაზღაურება იყო, მაგაზე ხალხი საუბრის თემაა. შარშან ჩვენ გავეცით 13 თვის ხელფასი, იმიტომ რომ კომპანიის 2007 წლის მაჩვენებლები გვაძლევდა ამის საშუალებას. 2008 წელს საომარი მოქმედებების შედეგად ჩვენ ვიზარალეთ დაახლოებით 46 მილიონი ლარით. გამომდინარე აქედან 46 მილიონ ლარს არაუწია საუბარი. აქ 13 თვის ხელფასის გაცემა მიუხედავად ჩვენი დიდი სურვილისა მოგეხსენებათ ცოტა არ იყო სარეალურად. რა, გუშინ ასევე ესე ვთქვათ საყვედურებდა რომ 8 მილიონის კრედიტი აიღესო. 8 მილიონის კრედიტი ავიღეთ. კრედიტის მიზნობრიობა იყო ელმავლების გარემონტება, ესე რომ ვთქვათ, მარტივად შეკეთება და სატვირთო ვაგონების და ასევე სამგზავრო ვაგონების გარემონტება. ამას გასაკვირს მე ვერაფერს ვერ ხედავ. კომპანია, რომელსაც 400 მილიონიანი წლიური ბრუნვა აქვს, მიმდინარე საოპერაციო საქმიანობისთვის, იმისთვის, რომ ქართულ საწარმოებს შეუნარჩუნონ შეკვეთები, იმისთვის, რომ მისცეს მათ საშუალება მიმდინარე ფინანსური სტაბილურობა შეინარჩუნონ და თავიანთ თანამშრომლებს მისცენ ხელფასები დროულად, ამისთვის, რომ მიმდინარე საკრედიტო რესურს იყენებს და ანთავსებს ამხელა შეკვეთებს და ეს შეკვეთების მოგეხსენებათ არის ყველაფერი ტენდერის საფუძველზე, აქ გასაკვირი არ არის აბსოლუტურად არაფერი მე მგონი რა. ერთი საკითხიც იყო, გუშინ აეროპორტის ვაგზლის შენობაზე იყო საუბარი რა. აეროპორტის ვაგზალი, მეგონი. აეროპორტის ვაგზალი ჩვენი პრეზიდენტი. აეროპორტის ვაგზალი ჩვენ არ შეიძლება განვიხილოთ მარტო ცალკე. ეს არის საუბარი თბილისის სამგზავრო კვანძზე, ხო? ანუ ეს არის ესე რომ ვთქვათ ერთობლიობაში ცენტრალურ სადგურთან და ნავთლუღის სადგურთან. ახლა ორივე განხედავთ რომ მტვერია, ნგრევა და ამ შემდეგ. ნუ მიდის ორივეს მოდერნიზაცია. ახლა სადაც მტვერია და ნგრევა, ალბათ იქ მზაურმა დღეს შეიძლება ამით არის სარგებლობს. მას მერე რაც დასრულდება ზოგადად ამ კვანძის აღდგენა, მერე ვისაუბროთ ამ პროექტის, ესე რომ ვთქვათ, წარმატებულობაზე და მე პირადად სულს ვერ ვხედავ ვერაფერს იმაში, რომ ახალი ხაზი აშენდა და მშვენიერი შენობა, ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში იქ დგას და სულს შენებაში ვერ ვხედავ ვერაფერს. გუშინ ხშირად ერთვებოდა ბატონი ყრუაშვილი და ამაზე მინდა ჩავერთო, იმიტომ რომ პასუხი მინდა გავცე რა. ეს პიროვნება მუშაობდა 2003-2004 წლებში იყო სამგზავრო ელექტრომატარებლის დეპოს უფროსის მოადგილე. 2004 წელს, ანუ ესე რომ ვთქვათ, ჩვენი მენეჯმენტში მოსვლამდე ეს ადამიანი განთავისუფლდა სამუშაოდან, სამსახურიდან, იმის გამო რომ მას აღმოაჩნდა ყალბი დიპლომი. კარგით არ გადავა. ეს დიპლომი ვისაც შეაინტერესებს, თუ კარგად მუშაობდა. კარგად მუშაობდა. თემას გვერდს ვერაულებთ, იმიტომ რომ ამაზე პასუხი არ გასაცემი. შესაბამისად, ეს პიროვნება, რომლის ესე რომ ვთქვათ, ტექნიკურ ექსპერტიზაზე დაყრდნობით ხდება ბევრი კომენტარის გაკეთება, აღმოჩნდა არასათანადო კვალიფიკაციის მქონე. თან გამომდინარე ეს განთავისუფლებას ახლა თუ რამე პრეტენზია აქვს ამ ადამიანს ამასთან დაკავშირებით, ახლა ძალიან ბევრი გზა არსებობს ამის დაკმაყოფილების დაწყებული სასამართლოდან და ასე შემდეგ. რაც შეეხება იმ დაჭრილ ელმავლებს და ასე შემდეგ, ეს მასალები ყველაფერი ჩვენ მოძიებული გვაქვს, ანუ მისი ხელმძღვანელობის დროს რაც იქ იყო და ეს გადაცემულია სამართალდამცავ ორგანოებზე და შესაბამისად ამაზე კვლევა მიმდინარეობს. ერთი მომენტიც არის აღსანიშნავი, რომ ამ დეპოში მის დაქვემდებარებაში იყო მისი ნათესავი, ვინმე ციკლაური, რომელიც მათ შორის აი ბორჯომის მატარებლის საგარეუბნო მატარებლების შემოსავლების, ესე რომ ვთქვათ, კურატორი იყო. ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ იმ დროს შემოსავალი თვეში ამ საგარეუბნო მატარებლებიდან იყო 30000 ლარი, ბატონო დავით. და ეხლა მინიმალური თვეში არის 300000 ლარი. ასებით ჩვენ არ გაგვიზდია, ესე რომ ვთქვათ, ეხლა რო ვთქვათ, რომ ყველამ დაიწყო მაინც და მაინც მატარებლების მგზავრობაო, ესეც არ არის. ხო, ანუ ესეც გარკვეულ შეკითხვებს ბადებს.
ეს კარგად პროკურატურასა. აი ბატონო ეს საბჭოში? ვინ? მარინა მოლოდინა, ყოფილი დეპუტატი. აი გუშინ უკაცრავად ამ იყო ესა რომ ყოფილი პარლამენტარები არიან სამეთვალყურეო საბჭოშიო. სამეთვალყურეო საბჭოს საქართველოს რკინიგზის ესე რომ ვთქვათ პრეროგატივას არ წარმოადგენს რა. გუშინ მე სამეთვალყურეო საბჭოს სახელმწიფო მოსულობებიც მოვისმინე რა და ნუ რეალურად ესეც ისევე გაბერილია და მე მინდა ერთი რაღაცის თქმა რომ მთელი ეს ინფორმაცია გუშინასაც ბატონი გუჯაბიძე ამბობდა დღესაც გავიარეთ ჩვენ რეალურად ხო არის სტარი ბილად რო ვთქვათ რეალურად რო ვთქვათ არის ტყუილი თუ ეს ეყრდნობა ესეთი პიროვნებების ესე რომ ვთქვათ ტექნიკურ ექსპერტიზას რო ეყრდნობი ამ შესაბამის კვალიფიკაციას უნდა იყოს. შესაბამისად ეხლა ამაზე საუბარი. გარდა ამისა იყო ფინანსური პოლიციის აქტებზე საუბარი. ფინანსური პოლიცია 2005-2006 წელს რეალურად მუშაობდა საქართველოს რკინიგზაში. ბევრი გამოძიება ჩაატარეს, ბევრი პიროვნება იქნა დაკითხული სხვადასხვა. მათ შორის ეზუგბაიასაც აქვს მიცემული, ეზუგბაიას დაეკითხა ჩვეულებრივად და სხვა თანამშრომლებიც და ნუ მიდის სამუშაო პროცესი. აღსანიშნავია, რომ ჩვენ თვითონ ძალიან ბევრი მასალა გვაქვს გადაგზავნილი თვითონ და ანუ ახლა მე არ ამგონია, რომ ამ ფინანსური პროკურატურა ან ფინანსური პოლიცია ან პროკურატურა ახლა ბატონი გუჯაბიძის ნათქვამით არ იმუშავებს ან არა. დაიწყეთ ძალიან ცოტა დრო რჩება. მოდით გავყოთ ეს დრო მე 3 წუთი რჩება. 1 წუთს მაინც გთხოვთ, რომ აი ამ იგივე ამ ტელეკომია თუ რას ეძახიან იმ კავშირგაბმობის საშუალებაზე ვისაუბროთ. მე თანამდებობებით ხეს ამერიკა ერთმა ძალიან ცნობილმა სპეციალისტმა ამ ინტერნეტ საქმიანობისა და მან მითხრა რომ ჩვენ აი ამ რკინიგზის იმიდან ტელეკომია თუ რას ეძახიან მათ ვუხდით თანხას რომ ესე ვთქვათ ინტერნეტი ჩვენ მემსახურებოდეთ ხალხს თუ კი აი თუნდაც აი 20 კი არა მათ 40 მილიონად გაიყიდა ან 50 მილიონადაც გაიყიდა და ტენდერი თუ კი ტენდერში ბევრი და ბევრი წელები ჩაერთო. ჩათვალეთ რომ ეს გუჯაბიძეს ეს პრესკონფერენცია სასარგებლო იქნება საზოგადოების რაც მეტად დაიყიდება და ქვეყნის ბიუჯეტში შევა, მე უფრო გონებულად განაწილებენ ამ უზარმაზარ თანხას. იყოს კონკურენცია, იყოს დისკუსია. არ არის ეს საფრთხის შემცველი მესმის მე თქვენი განწყობა და გავიზიანება რომ მე ყურაშვილია თუ ყურაშვილია მე ვერ დავინახავ ისე არ უნდა გეშინოდეთ ინფორმაციაზე პასუხის გაცემისა. ის გაბრალებს გაერთი და ამოეწურება თემა. ბატონო დავით. მე მაინც გული გეუნებით რომ ესე ვთქვათ გამჭვირვალედ იქნება იმეც ვიტოვებ ეს თქვენი ტენდერი. მე მაინც ფიქრობ რომ არ უნდა გაიგოს. ამაზე საუბრობდით ჩვენ რომ ნებისმიერი რეალიზაცია რეგულირდება კანონმდებლობით, ეს არის ღია საჯარო პროცესი, არის კონკურსი და კონკურსის მიზანიც არის ის, რომ დაფიქსირდეს უმაღლესი ფასი. იგი არ მესმის, რატომ უნდა წავიდეს თქვენგან ეს სეგმენტი? იმიტომ რომ ეს არის არაპროფილური აქტივი ჩვენ. ეს არის ბიზნეს გადაწყვეტილება. ტელეკომუნიკაციები რკინიგზის პროფილური აქტივი არ არის. რკინიგზის პროფილური აქტივი არის ლიანდაგი, ელმარები, ლოკომოტივები და რკინიგზი. ეს არის სუფთა ეკონომიკური სახის კამათი, სუფთა ეკონომიკური სახის დებატები, რომელსაც ჩვენ დიდი სიამოვნებით მზადვართ ყოველთვის გავიაროთ. არა პოლიტიკა. მე მაქვს კერძო და პირადი შეკითხვა, აგერ აქ მაყურებელი რომ მათ შემოიტანა ეს შეკითხვა, ტელევიზორები ლანჩხუთის მატარებლებზე რატო მოხდეთ, აი ფოთის მატარებელი, რატო არ გახდება საძილე, რატო გადაწყვიტეთ ეს კატალოგულები, ორჯერ იმგზავრეთ და მასაგებლების შემჯერდა მატარებელი. კამზე ჯდომით იქ გასვლა, მე ცოტა ის არის. ტელევიზორზე აღარ ვაპროტესტებ, რომ ტელევიზორი იდეა ბუტაფორებდა და არ მუშაობს, მაგრამ საწილე იყოს ფოთის მატარებელი. ფოთის მატარებელს რაც შეეხება, ნუ აქაც არის კიდევ ერთხელ ვამბობ, ზოგ გზავს ურჩევნია ესე, ზოგ გზავს ურჩევნია ესე. ძირითადი ნაწილი იყო, რომ გარკვეული წინასწარ ბუნებრივია, გარკვეული წინასწარი გამოკითხვა გვაქვს ჩაწერილი. ჩვენ საუბარი რადგან გვაქვს არის, რომ ახალი მატარებლები არის უკაცრავად უფრო უსაფრთხო, უფრო ტექნიკურად გამართული, ექსპლუატაციისთვის უკეთესი და ნუ ვიზუალურადაც საძილე მატარებლები და ასე შემდეგ, ხო, ანუ ეს არის ყველაფერი გასაგები, მაგრამ ძველი თემატიკაა. ჩვენ ხო ახლებს ვამატებთ ყველაფერს. გარდა ამისა, დიდ ბათუმში არის მგზავრი აგ სექტემბერში. კატალოგა იყო ის მატარებელი არ იყო ის. რახარუხი გაზია ფასი 12 ლარი იყო თუ არა ვსწრები. ფასი
6 და 6 და გონი 8 საათი მიდიოდა. ბატონო დავით, საძილე მატარებლებით გზავრობა და მათი ექსპლუატაცია ჯდება გაცილებით ძვირი. დღეს სამგზავრო გადაზიდვები საქართველოს რკინიგზის ისედაც არის წამგებიანი, ანუ არის დოტირებული. კიდევ უფრო მაღალი ფასის დაწესება ჩვენი მგზავრებისთვის არის ძალიან რთული ასატანი. მე ბოლოსში მინდა ერთი რაღაცა დავამატო ბატონო დავით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი რაღაცა მინდა დავამატო, რომ მინდა რომ მაყურებელმა უბრალოდ ეს იცოდეს, გუშინ ნათქვამი იყო, რომ რაღაც პოლიტიზირებულობაზე რაღაც 80 მილიონი თუ 100 მილიონი გადავრიცხეთ და სადღაც გადმოვriცხეთ, ნუ არ გაწყენინეთ არავის. ხო, ნუ კეცინება სამადელზე. მე გაზიადებული მგონია